წინასაარჩევნო აქტივობები გრძელდება ამ წუთებში ძლიერი საქართველოს ლელოსა და პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერები და წევრები დიდუბის მოსახლეობას ხვდებიან დაგეგმილია დიდუბეთ ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა შეხვედრას პირდაპირ ეთერში ვთავთ. ევროპული განვითარება და კეთილდღეობა ასარჩევად და მეორე მხარეს ქართული ოცნება, სინამდვილეში ანტიქართული ოცნება, რომელსაც ჩვენ რუსულ რეჟიმს ვეძახით. ამიტომ არჩევანი არის ნათელი, რომელიც უნდა გავაკეთოთ კეთილდღეობის მხარეს და არა რუსული რეჟიმის საკეთილდღეოდ. მეორე მნიშვნელოვანი პირობა არის ის, რომ დღეს ჩვენ გარშემო ხანდაზმულები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ვერ ახერხებენ საჭირო მედიკამენტების შეძენას და დღეს დილით მათ შორის ბრიფინგზე ესეთი ძალიან მარტივი ექსპერიმენტი ჩავატარეთ. შევედი ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქსელურ აფთიაქში, სადაც ძირითადად თანაბარი ფასებია და ესე ბევრ შეკითხვას აჩენს, რატოა ერთნაირი ფასები კონკურენტ კომპანიებში, კონკურენტ აფთიაქებში ყველგან იგივეა თითქმის. შევედი აფთიაქში, შევიტანე 10 მედიკამენტის ჩამონათვალი. ეს არის ძირითადი და აუცილებელი მედიკამენტები, რომელიც სჭირდება ჩვენს გარშემო პენსიონერებს განსაკუთრებულად წნევის, არტერიული, თვალის წამლები, ანტიბიოტიკი, 10 ძირითადი ყველაზე მარტივი მედიკამენტი. და ყველაზე სუბუქი შემთხვევა რომ გავთვალოთ. ერთი თვის საუკეთესო შემთხვევაში სამყოფი მედიკამენტების ოდენობა ზუსტად დაჯდა 229 ლარი და 40 თეთრი. ამ დროს პენსია არის 350 ლარიდან 450 ლარამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ სიმართლეა, რასაც ჩვენ ხანდაზმულები გვეუბნებიან, მათ შორის სოციოლოგიურ კვლევებში რაც ჩანს, რომ მათ უწევთ არჩევანის გაკეთება, შეიძინონ მედიკამენტი, გადაიხადონ კომუნალური, თუ იყიდონ საკვები. და მე დარწმუნებული ვარ უბრალოდ რომ საზოგადოება ვერ იქნება მორალურად გამართული, ვერც ერთი საზოგადოება, სადაც ხანდაზმულები ან შიმშილობენ, ან გამყინვარებაში გადიან ზამთარს, ან არა აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ მედიკამენტი შეიძინონ. ამიტომ ამ პრობლემის გადაწყვეტა არც ვაჭრობით არ შეიძლება, რომ მოდი ცოტა გავაკეთოთ თუ მეტი გავაკეთოთ. არა, ეს არის პრინციპის საკითხი, მორალის საკითხი, რომ ხანდაზმულ მოქალაქეს ჩვენს პენსიონერებს უფასოდ უნდა ეკუთვნოდეთ ყველა აუცილებელი მედიკამენტი დედაქალაქში. ეს არის ის პირობა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ. ხშირად მათ შორის სოციალურ ქსელში მსაყვედურობენ ხოლმე რეგიონებიდან მოსწავლეებიც, რომ რეგიონში მყოფმა მოსწავლეებმა რა დავაშევათ. ჩვენ არ გვაქვს ის პრობლემა და კი, იქაც ძალიან მძაფრად არის. უბრალოდ მინდა რაც უნდა უცნაური იყოს, მიწევს განმარტება, რომ დღეს ჩვენ მე ვსაუბრობ როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, რომელსაც მექნება შესაძლებლობა ავიღო პასუხისმგებლობა ამ ქალაქზე. მაგრამ დარწმუნებით გეუბნებით იმას, რომ სწორმა პოლიტიკამ, სწორი პრიორიტეტების დასახვამ ჩვენ აუცილებლად მოგცემს შესაძლებლობას, რომ ეს საკითხები გახდეს იმდენად პრიორიტეტული, რომ ყველა ქალაქის მოქალაქე, ყველა ქალაქის ამომრჩეველი მოსთხოვს საკუთარ მერს, საკრებულოს, პოლიტიკურ ლიდერშიპს, რომ აუცილებლად გააკეთონ ეს ნაბიჯები. გადადგან ეს ნაბიჯები და ყველა ქალაქს თბილისთან ერთად ჰქონდეს უფასო კვება სკოლებში და ყველა ქალაქში მერიამ აიღოს პასუხისმგებლობა ხანდაზმულებზე უფასო მედიკამენტების შესახებ. მე მინდა მხოლოდ ამ ორ დიდ იდეაზე შევჩერდე დღეს და ყოველი პრეზენტაციის დროს მხოლოდ კონცენტრაცია გავაკეთოთ იმაზე, რაც მართლაც ტკივად ჩვენს მოქალაქეებს და ყოველი ახალი პრეზენტაციის შემდეგ გაგაცნოთ დეტალებში ის ახალი იდეები, რომელიც ჩვენ გვაქვს და ეს არ არის იდეა სინამდვილეში, არის გარდაუვალი აუცილებლობა და საჭიროება. ბოლომდე ვიბრძოლებთ, არ დავთმობთ არც ერთ მისხალს თავისუფლების, არც ერთ მისხალს კეთილდღეობის, რომელიც დღეს ჩვენს მოქალაქეებს სასიცოცხლოდ ახლავე ჭირდებათ. არა ხვალ და ზეგ, არამედ ახლავე სჭირდებათ. მინდა თქვენ მადლობა გადაგიხადოთ იმ ბრძოლისთვის და წინააღმდეგობისთვის, რაშიც ახლა თქვენ იმყოფებით. ჩვენს სტრუქტურას და დარწმუნებული ვარ ორივე გუნდში და ორივე პარტიაში ეს ხდება და ჩვენთან ერთად მყოფ მოქალაქეებს ყოველდღე უწევთ უზარმაზარი წნეხის გავლა. და ხშირად ქართული ოცნების ლიდერები იყენებენ, რომ აი ვიღაცამ უარი თქვა კანდიდატობაზე და გვერდით გაიწია, კანდიდატურა მოხსნა. რატომ ხდება ეს იცით? პასუხი რა არის?
უნდა ივანიშვილს ჩვენი არჩევნებში მონაწილეობა თუ არ უნდა? არ უნდა და იმიტომ ცდილობს რომ ზეწოლა მოახდინოს, იმიტომ ცდილობს რომ მოისყიდოს, იმიტომ ცდილობს რომ დააშინოს ჩვენი გულშემატკივრები და მხარდამჭერები და რეგიონებში ისინი ყველაზე მეტად დაუცველები არიან. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ბრძოლისთვის, ვინც დგახართ, არ ნებდებით და მოგიწოდებთ ყველას. ეს ბრძოლა უნდა იყოს ისეთი უკომპრომისო, სადაც არ არსებობს არანაირი წინაღობა, რომელიც ჩვენ დაგვამარცხებს. მადლობა ამისთვის. მინდა წარმოგიდგინოთ ესეთ ბრძოლაში აუცილებელი და საჭირო ადამიანები, რომელთაც არაფრის არ ეშინიათ, რომელთაც გააჩნიათ კომპეტენცია და რომლებიც იბრძოლებენ ყველა იმ პირობისთვის და პროგრამული შინაარსისთვის, რომელსაც ჩვენ ორი გუნდი ერთობლივად ვდებთ დღის წესრიგში. მინდა წარმოგიდგინოთ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი და დიღმის მასივის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი შარაშიძე. მოგესალმები გიორგი. მოგესალმებით. მივესალმებით თბილისის მომავალ მერს ირაკლი კუპრაძე. ახალი თაობის მომავლის პოლიტიკოს. ირაკლი, წარმატებები ამ დიდ ბრძოლაში. მე მინდა მივესალმო დიდუბეს, იმ ადგილს, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, მივესალმო ჩუღურეთს და რა თქმა უნდა მივესალმო დიღომს. იმ უბანს, სადაც მე წლების განმავლობაში ცხოვრობდი და დღეს ისე მოხდა, რომ პოლიტიკამ და შექმნილმა საჭიროებამ დამაბრუნა როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და განსაკუთრებით მინდა მივესალმო 157 სკოლას. ირაკლი, ეს სკოლაა, სადაც მე ვსწავლობდი, რომელიც სკოლაც მე დავამთავრე, მართლაც გამორჩეული თბილისში ერთ-ერთი გამორჩეული სკოლა გახლავს და მინდა აი ამ პირდაპირ ეთერის საშუალებით ყველა ჩემი კლასელი, რომელიც შეიძლება ბევრი მათგანი, ბევრი წელი არ მინახავს, აქედან მოვიკითხო ყველა პედაგოგი და ნებისმიერი ის ადამიანი, რომელსაც ეს სკოლა უყვარს. როდესაც 25 აგვისტოს თუ არ ვცდები ეს თარიღი იყო, ჩემო ირაკლი, ჩვენ გქონდა წარდგენა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების, ყველას გახსოვთ, ყველანი ესწრებოდით. ეს კანდიდატები რა თქმა უნდა იყო შეთანხმებული და არის შეთანხმებული პარტია გახარია საქართველოს და კოალიცია ძლიერი საქართველოს ლელოს შორის შეთანხმებული კანდიდატები, მაშინ ამას მე და ირაკლი ვაკეთებდით, ყველას გახსოვთ ეს დღე. მაშინ როდესაც დიღმის მასივის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის დასახელების ჯერი მოვიდა, შეიძლება ბევრისთვის მოულოდნელიც კი იყო, ასე ვთქვათ, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ამავდროულად მაჟორიტარად დასახელება. მაგრამ მაშინ მე ვთქვი ასეთი სიტყვები და დღეს კიდევ ერთხელ მინდა ეს სიტყვები გავიმეორო, ირაკლი კუპრაძეს ხელი ჩამოვართვა და ასე გავიმეორო, რომ თუ ბრძოლა იყოს და რა თქმა უნდა მე ამ შემთხვევაში გნებავთ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, გნებავთ დიღმის მასივის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მეც თითოეულ თქვენგანთან ერთად, ჩვენს თანამებრძოლებთან ერთად ამ ბრძოლაში ვიქნები როგორც ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი და ეს ნამდვილად ბრძოლაა, მეგობრებო. ბრძოლა ყველა ფრონტზე და ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ეს ბრძოლა ყველგან სადაც შეგვიძლია გავაჩაღოთ ოცნების კორუმპირებული და მოძალადე რეჟიმის წინააღმდეგ. და ყველა ფრონტზე, სადაც შეგვიძლია ოცნების კორუმპირებული რეჟიმის დამარცხება და მინდა გითხრათ, მეგობრებო, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ ერთად, დავამარცხებთ ოცნებას. და ამიტომ უნდა იყოს 4 ოქტომბერი მუნიციპალური არჩევნების დღე, ოცნების დამარცხების დასაწყისის დღე და ეს ნამდვილად ასე იქნება. ამიტომ ჩვენ ეხლა დარჩა უკვე ალბათ 2 კვირაზე ნაკლები, ხომ, არჩევნებამდე და მაქსიმალური პასუხისმგებლობა გვმართებს ყველას იმისათვის, რომ შვიდობიანად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველგვარი დაძაბულობის, არეულობის, დაპირისპირების გარეშე დავამარცხოთ ოცნების მართლაც რომ მოღალატე და მოძალადე რეჟიმი და დავიბრუნოთ წართმეული ქალაქები და სოფლები და რასაც აუცილებლად მოყვება სულ მალე, ჩემო ირაკლი, მთელი ქართული სახელმწიფოს დაბრუნება. ასე რომ გელოდებით 4 ოქტომბერს არჩევნებზე, რომელიც თბილისის შემთხვევაში იქნება დღე, როდესაც ჩვენ ყველა ერთად თბილისს გავათავისუფლებთ კორუფციისგან. ამიტომ თბილისი კორუფციის გარეშე, მეგობრებო, თბილისი ძალადობის გარეშე, თბილისი უსამართლობის გარეშე. დიდი მადლობა. მადლობა. ხო.
დიდი მადლობა გიორგის. მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ ორმა გუნდმა წარვადგინეთ მთელ საქართველოში მერების და მაჟორიტარების კანდიდატები, სადაც ერთმანეთს ვუჭერთ მხარს, სრულყოფილად და უნდა იცოდეთ, რომ სადაც შეგხვდებათ მაჟორიტარულ კანდიდატებს შორის, მაჟორიტარი ან 9 ან 25 ნომრიდან შემოხაზეთ ნებისმიერი, იმიტომ რომ ჩვენ ამ კომპრომისით, ამ თანამშრომლობთ ვაძლიერებთ ერთმანეთს. ჩვენ ვიმყოფებით ბიძინა ივანიშვილთან მტკიცე და სტრატეგიულ წინააღმდეგობაში. რატომ მოხდა ეს ყველაფერი ძალიან მარტივად? იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ანტიქართულმა ოცნებამ გააუქმა ბარიერი მაჟორიტარებზე. ეგონა რომ ოპოზიცია, რომელიც ყოველთვის სამწუხაროდ ეგოებს ათამაშებდა იქეთ-აქეთ, მათ შორის ჩვენს პასუხისმგებლობასაც გრძნობთ ყველა, ვერ შეთანხმდებოდა საერთო კანდიდატებზე. ჩვენ ორმა გუნდმა, ძლიერმა საქართველომ, ლელომ და გახარია საქართველოსთვის გუნდმა ეს მოლოდინი ბიძინა ივანიშვილს გავუქარწყლეთ. კოზი ნაცარში ჩავუგდეთ. ჩვენ კი არ ჩაუვარდა, ჩავუგდეთ და ვამბობთ, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეს ჭირდება ქართულ ხალხს. ყოველთვის შევთანხმდებით ივანიშვილის წინააღმდეგ. ყოველთვის დავამარცხებთ მას გონივრულობით და ურთიერთ კომპრომისით. მე მინდა რომ ამ თანამშრომლობას კონდეს ნიშნულოვანი გაგრძელება და დარწმუნებული ვარ, რომ ამით მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი მოიგებს. და ეს დაკვეთა ჩვენმა ორმა გუნდმა შეასრულა. და მადლობა ჩვენს პარტნიორ გუნდს ამისთვის. მინდა ახლა წარმოგიდგინოთ ძალიან მნიშვნელოვანი თანამებრძოლი ჩემთვის, ჩემ მეგობარი, არქიტექტორი, რესტავრატორი, რომელიც ძალიან ჭირდება ჩვენს ქალაქს, რომელსაც დედაქალაქში უმუშავია ათეულობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე. ისეთი ევროპული სტანდარტით, როგორც საჭიროა და როგორცაც იმსახურებს ჩვენი დედაქალაქი. მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც ყოველთვის დგას წინაველზე ბარიკადებზე, ყველა აქციაზე, ყველა საპროტესტო მოძრაობაში. მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, ვინც მაშინ, როცა არც მიკროფონი იდგა რუსთაველის გამზირზე და ვერც პოლიტიკოსები ვერ გამოირჩეოდით დიდად აქტიურობით და ვერ ვიამაყებთ იმ მომენტში ამით, აი მისი ხელით აკრეფილი წარწერები ჩნდებოდა ხოლმე პარლამენტის თავზე. ლაზერის ბიჭი, ჩემი მეგობარი, არქიტექტორი ბექა ბერიძიშვილი, დიდუბე წერეთლის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი. მოგესალმებით, მიხარია რომ აქ ხართ და განსაკუთრებულად მინდა მივესალმო ჩემს მეგობრებს, ჩემს თანამებრძოლებს, რომლებიც დღეს საპატიმროში არიან. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. მე მოხარული ვარ და ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ვარ ლელო ძლიერი საქართველოს და გახარია საქართველოსთვის შეთანხმებული კანდიდატი დიდუბეში. დიდუბე არის თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი, ფაქტიურად გეოგრაფიული ცენტრია თბილისის და სამწუხაროდ ამ რაიონში, როგორც მთლიანად თბილისში, გადაადგილება აღარ არის უსაფრთხო. თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია, როდესაც უბრალოდ რიგი დღეს გადაადგილდებოდა ადამიანი და ჩამოვარდნილი პარაპეტი, ჩამოვარდა და დაეცა და იქ ტრაგედია დატრიალდა, იყო ის დღე, როდესაც მივხვდი, რომ ამ ქალაქში მართლა გადაადგილება კი არ არის. 10,000-ობით ასეთი ავარიული სახლია, რომელშიც 100,000-ობით ადამიანი ცხოვრობს და მათთვის ყოველი დღე არის რისკი შემცველი. აქვე არის დინამო სტადიონი, რომელიც მართლა უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ფაქტიურად თბილისის სავიზიტო ბარათია და 2 წელზე მეტია ამორტიზებულია. და იმის სანაცვლოდ, რომ ეს პრობლემა მოეგვარებინათ, შემოგთავაზეს მილიარდიანი რაღაცა პროექტი, რომლითაც ცდილობენ, რომ თბილისის დინამო სტადიონი, ბორის პაიჯაძეს სახელობის დინამო სტადიონი ჩაანაცვლონ. და იქ რაღაც სამშენებლო მოედნად აქციან. კორუფციის ახალი წყარო. ეს მართლაც რომ კორუფციის ახალი წყაროა და თბილისელები ამას ნამდვილად არ შეეგუებიან. იქვე არის მუშტაედის ბაღი, ერთ-ერთი პირველი ბაღი, რომელიც თბილისში არსებობს. დაახლოებით 200 წლისაა და არაერთი თაობა გაზარდა ამ მუშტაედის ბაღმა.
და დღეს არის საშინელ მდგომარეობაში. ამორტიზებულია ყველაფერი და იქ გადაადგილებაც კი საფრთხის შემცველია. ერთად ამიტომ ჩვენ ვიძახით, რომ ასეთი ობიექტები, რომლებიც თბილისში არსებობს, მათ არ უყვართ თბილისი. ისინი არიან რაღაცა მოსული, იმიტომ რომ ფული იშოვონ, რაღაც ფულის საჭრელ მანქანად გადააქციეს თბილისი. ამიტომ ჩვენ ვიბრძოლებთ მაქსიმალურ შევეცდებით 4 ოქტომბერს ერთ-ერთი ბრძოლის ველია და ჩვენ გადავწყვიტეთ ეს რომ ამ ბრძოლის ველშიც ვიბრძოლოთ, ამ ბრძოლის ველზე შევიდეთ. ამიტომ ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენ ქალაქს, დავიბრუნებთ მუშტაეთს, დინამოს გავარესტავრირებთ და ერთად ჩვენ დავდებთ უკეთეს საქართველოს. თბილისი გახდება ევროპული ტიპის ქალაქი. მადლობა. წარმატებები ბექას, ნამდვილად გულანთებული პატრიოტი, პროფესიონალი კაცია და დარწმუნებული ვარ, რომ დიდუბელების ხარდაჭერა გექნება ჩემო ბექა. ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ამჯერად უკვე ჩვენი გუნდის პარტია გახარია საქართველოსთვის წარმომადგენელი თბილისის ისეთ ძველუბანში, როგორიც არის ჩუღურეთი და რა თქმა უნდა, ეს კანდიდატიც არის შეთანხმებული კანდიდატი და ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ღირსეული, გამორჩეული, პროფესიონალი, განათლებული, რაც თავარია თბილისის საქმის ოჯახის მოყვარული და ყველანაირად ღირსეული ქალბატონი რუსუდან თევზაძე, რომელსაც იმდენი ტიტული აქვს, რომ ნამდვილად ვერ ჩამოვთვლი, ვიცი ზუსტად რაღაც გამორჩება, მოდი რუსუდან. ერთადერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ის წლების განმავლობაში იყო თეატრალური ინსტიტუტის კანცლერი და ზუსტად მაშინ, როდესაც გადაწყვიტა ჩვენს გუნდს შემოერთებოდა ჯერ კიდევ 4 წლის წინ, სამწუხაროდ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი გახდა და ის სწორედ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. მაგრამ სამაგერო დღეს რუსო არის ჩვენთან ერთად. რუსოს არ ვიცი თუ არ მეგულება მე ადამიანი, რომელსაც ისე უყვარდეს კონკრეტულად ჩუღურეთი, როგორც უყვარს რუსოს და მართლაც სათითაოდ ყველა ეზო და კარი მოვლილი აქვს, უკვე მოასწრო, მე მგონი მეორე თუ მესამე წრეზეა წასული. რუსო გისმენთ. მადლობა ასეთი წარდგენისთვის, მადლობა ყველა თქვენთაგანს და გიორგის. მოკეთ, ესე დავიწყებთ. საღამო მშვიდობის, მოგესალმებით. დიდ ილიას, რომელიც ჩემი ცხოვრების და საქმიანობის ერთგვარი გზამკვლევია, ძალიან საინტერესო და ნიშანდობლივი რამ აქვს ნათქვამი. მეც მინდა გითხრათ, რომ ცოტა უხერხული გარემოა, მაგრამ შევეცდები, რომ ყველას ასე თქვათ, მოგაქცევთ ყურადღება. შემდეგი რამ უთქვავს, რომ ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა და აი ამ პათოს ვიზიარებს ხადია და იმის და მიუხედავად, რომ უკვე ითქვა, გეტყვით, რომ მე გალხავართ რუსუდან თევზაძე, ჩუღურეთელი. დავიბადე და გავიზარდე აღმაშენებელზე, ძველ პლეხანოვზე და ყველას ძალიან კარგად გახსოვთ პლეხანოვი. დავამთავრე 24 საჯარო სკოლა. ყველა ჩემი ფორმალური თუ არაფორმალური საქმიანობა და ზოგადად ცხოვრება უკავშირდება ჩუღურეთს. და აი ალბათ სწორედ ეს იყო ის მთავარი мотиваცია, ერთ-ერთი მთავარი мотиваცია, რის გამოც მე ახლა თქვენს წინაშე ვდგავარ როგორც ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი. და ამისათვის მომეცით მე უფლება, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ვუთხრა ჩემს ძვირფას გუნდს და აი აქ მარცხნივ არის წარმოდგენილი გაფანტულებიც არიან. მათ ამისთვის მართლა ძალიან დიდი მადლობა, ზოგადად მადლობა 4 წლიანი მდობისთვის და რა თქმა უნდა ერთმნიშვნელოვნად მადლობა ლელოს ერთიანი კანდიდატის წარდგენის ნაწილში ხარდაჭერისთვის და რა თქმა უნდა თანამშრომლობისთვის. რაც შეეხება ჩუღურეთს, ნამდვილად მიყვარს ძალიან გიორგი. გიო, მოდი ეს ნამდვილად. აი მართლა ჩემი სულისა და გულის ნაწილია. სამწუხაროდ ჩუღურეთს ის ისტორიული უბანია ერთ-ერთი, ძალიან საინტერესო და მდიდარი. ძალიან ბევრი გამოწვევით სამწუხაროდ. და აი ამ ეს გამოწვევები ჩვენ ერთად და მე პირადად მივცემ თავს უფლებას, რომ შევპირდე ჩემს პოტენციურ ამომრჩეველს, რომ გადავაქცევ ყოველ შემთხვევაში ძალას და ენერგიას არ დავიშურებ, რომ ის გადავაქციო, ეს გამოწვევები გადავაქციო შესაძლებლობებად. ამისთვის ორი მთავარი რამ არის აუცილებელი. ძალიან ბევრი რამ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც არაერთხელ
თითოეულმა თქვენთაგანმა, სხვა კოლეგებმა ისაუბრეს და ეს არის ამ ქვეყნის და დედაქალაქის და ყველა რაიონის ტრაგედია, კორუფცია. ეს უნდა იყოს არაკორუფციული გარემო და არაკორუფციული მმართველობა და მეორე მნიშვნელოვანი ცალკეულ მოქალაქეზე მაცხოვრებელზე ამ შემთხვევაში ჩუღურეთის მაცხოვრებელზე ორიენტირებული და მათი საუკეთესო ინტერესებისთვის გადადგმული ნაბიჯები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აქვე ბევრს აღარ მოგაწყენთ, აუცილებლად მინდა გითხრათ შემდეგი, ჩემს შესახებ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ირაკლი მისაუბრა სასკოლო კვებასთან, უფასო კვებასთან დაკავშირებით და აგერ უკვე თითქმის 25 წელი ვემსახურებოდი, არ ვიტყვი, ვემსახურები, ეხლა უბრალოდ ამ პლატფორმიდან განათლებას, ბევრ სხვადასხვა მიმართულებას, ძალიან ბევრს და ეს არის ის საფუძველი, საფანელი, ფუნდამენტი, საიდანაც იწყება ყველაფერი ახალი და რაც მთავარია განვითარება. და თუ თქვენ მე მომცემთ იმის ჩემს პოტენციურ ამომრჩეველს მივმართავ. მომცემთ იმის შესაძლებლობას და შანსს, რომ მივიღო ეს ფორმალური მანდატი ჩუღურეთის, მე გპირდებით თქვენ, რომ ნამდვილად გამაჩნია ამის კომპეტენციაც და უნარებიც ჩემს გუნდთან ერთად და ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად შევძლებთ, რომ ის გამოწვევები შესაძლებლობებად ვაქციოთ და ხელშესახებ არსებით შედეგებზე გავიდეთ. ეს იყო პირდაპირი ჩართვა ლელო ძლიერი საქართველოს და გახარა საქართველოსთვის წინა საარჩევნო შეხვედრიდან ორმა პოლიტიკურმა ძალამ დიდუბეთ ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.